მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გადავალ პირდაპირ საქმეზე. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეების, ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლება ძალიან გააქტიურებულია და შემიძლია უკვე ღიად თქვა, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა პირადად ჩემს მიმართ. ეს ხორციელდება ანგარიშების დაყადაღებით, აუდიტის სამსახურის მიერ გამოტანილი დასკვნით, რომ დამაკისრეს 18 მილიონი ლარი ჯარიმა, რომელიც არის სრულიად უკანონო, ხელისუფლება გაცდა ყველანაირ კანონს, ყველანაირ კანონის ჩარჩოებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა. დღეს მინდა გითხრათ იმასთან დაკავშირებითაც, მე ამ თემას არ შევეხებოდი, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, მოხდა პროგრეს ბანკის ორი ჩვენი თანამშრომლის დაკავება და ერთ-ერთ მათგანს მე ხა კონკრეტულად არ ვასახელებ ამ ადამიანების სახელს და გვარს, იმიტომ მიმდინარეობს გამოძიება ჯერ კიდევ. ერთ-ერთ მათგანს ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კერძოდ პროკურატურაში სთხოვდნენ, დაჟინებით სთხოვდნენ, მიდიოდა მუქარა და ზეწოლა ამ პიროვნებაზე, რომ დაესახელებინა ჩემი სახელი და გვარი. თითქოს ოპერაცია, რომელიც ბანკში ჩატარდა, გაკეთდა ჩვეულებრივი საბანკო ოპერაცია, ამ ოპერაციასთან დაკავშირებით აქვს რაღაც პრობლემა სამართალდამცავებს და თითქოს ეს იყო ყველაფერი ჩემი დავალებით, უნდა ეთქვა ამ პიროვნებას. ეს იყო რაც მინდოდა მე მეთქვა თქვენთვის, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შევეხებოდი ამ თემას, რომ არა ეს ფაქტი თვითონ ამ პიროვნებამ სასამართლოზე განაცხადა, ღიად დააფიქსირა თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობდა, რომ მას დაესახელებინა ჩემი სახელი და გვარი. თითქოს მე ვავალებდი ამ ადამიანს დაეკეთებინა რაღაც ოპერაცია, რომელიც ბანკში მინდა გითხრათ, ყველა ოპერაცია, რომელიც გაკეთებულია ბანკის დაარსებიდან დღემდე, ყველაფერი არის კანონის ფარგლებში. ეს ძალიან კარგად იცის ეროვნულმა ბანკმა, რომელიც უკვე თვეებია ჩვენთან ბანკში იმყოფებიან, შემოვიდნენ იმის მერე, როდესაც მე თანადგომა გამოვთქვი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სულ რამოდენიმე დღეში შემოვიდნენ ბანკში და კონკრეტულად ჰქონდათ ორი კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ შეემოწმებინათ და დღემდე ბანკში იმყოფებიან და რას აკეთებენ და რას ჩადიან, ალბათ ყველაფრის გასაგებია, ისინი შემოვიდნენ არა ბანკის შესამოწმებლად, არამედ პირადად ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის შესამოწმებლად. ეს იყო გაცემულია სესხი, კონკრეტულად ბატონი კოტე გეცვით ოპერაციასთან დაკავშირებით, იმიტომ სიმართლე გითხრათ, სრულყოფილად არც მე ვიცი, თქვენთვის ზუსტად კი ყველაფერს გეჭვით. თუ დაკავებულებია, სად ისაუბრეთ თქვენ, სადაც მათ გითხრეთ? სასამართლოზე განაცხადეს ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ ემოში დევს ეს. კი, რა თქმა უნდა, აბა ხო არ მოვიგონებდი ამ ყველაფერს. აი, პირად მე როგორ ვიქ. ამ დეტალებს გამოძიება იწიეთ და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე შეიძლება დასახელება არ შეიძლებაოდეს, უბრალოდ არ შეიძლება, თუმცა ესაა სასწრაფო ოპერაცია, როგორც გახამ განაცხადა ბატონო გახამ, ეს ეხება ჩვეულებრივი სესხის გაცემის ოპერაციას. თანხის მოცულობა არის დაახლოებით $80,000. და როდის დაიყვანეს ეს ორი ადამიანი და უკვე სასამართლო გაიბარდა? ისე გაიბარდა. ან ისე უნდა გასაგებოს ეს თუ არის დაკავები დააკავეს 20 აგვისტოს. დანარჩენი დეტალები უბრალოდ უფლება არ აქვს ახლა გამომშვენოთ. ან დაკავების უნდა გასაგებოს. არა, დაკავებული არის მოლარე, ორი პიროვნება არის ჩვენი ბანკის, ერთი არის მოლარე, მეორეა გახლავთ კრედიტ ოფიცერი.